მოდელი ღონისძიება რატომ გადაწყვიტეთ რომ აუცილებელი იყო რომ ეს კუთხეც ყოფილიყო აქ დამოკიდებული. მზია ამაღლობელმა 24 წლის წინ პირველი ნომერი ბათუმელების როდესაც დააბეჭდა, იმას აწერია, ინახავთ კიდევაც აქ, გილოცავთ 26 მაისს. 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და თუ ვინმე მიცოდა ეს კარგად, ეს არის მზია ამაღლობელი. დღევანდელი დღე ის რომ აქ იყოს, რა თქმა უნდა, იქნებოდა ამ დიდი ზეიმის ნაწილი, მაგრამ არ არის და აქედან ადამიანები წერენ, წერილებს უგზავნიან, ბავშვებიც მათ შორის, მზიას ციხეში და ამას მერე გადავცემთ მას, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ მზიასთვის, მზია არის ფოკუსი, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედია დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ძალიან აქტიურად იბრძვის ამისთვის და პირველ რიგში თქვენ გილოცავთ ჟურნალისტებს, მედიას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაჩვენეთ პირველი ნომერი, რაზეც საუბრობდით, თვალსაჩინო რო იყოს მაყურებლისთვისაც, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაჩვენეთ ეს არის გარეკანი პირველი ნომრის, ბათუმელების პირველი ნომრის. ამ ქარს უკნიდან აქვს აი ესეთი წერილი მზიას, სადაც აი გვაგროვებთ, ხედავთ წერილებს მზიასთვის. მოქალაქეები ტოვებენ. ასევე არის აი ამ ჩანთებზე დატანილი, რომელსაც გადავცემთ კვიზია მედიაზე და აი ამ კვიზში გამარჯვებულებს გადავცემთ. რა არის კვიზი? შეგიძლიათ გაგვიმხელოთ რამდენიმე კითხვა? თქვენთვის ძალიან მარტივი კითხვები, მაგრამ აი მედიის მომხმარებლისთვისაც მე ვფიქრობ, რომ არ არის რთული კითხვები, მაგრამ აი დაახლოებით რას ეხება კითხვებს არა, უბრალოდ მაყურებელმა რომ იცოდეს რასთან გამკლავება მოუწევს. აი რა არის მაგალითად მედიის როლი, 4 ის არის სხვადასხვა ვარიანტი და იქედან არჩევ სწორ ფორმულირებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი რა არის და ასე შემდეგ ამ ტიპის კითხვებია. მადლობა, ძალიან საინტერესო კუთხე არის ნამდვილად.